Play-out-ის მატჩში გაგრამ თავისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში არც ერთ გუნდს ღირებული საგოლე მომენტი არ შეუქმნია. თამაშის 71 წუთზე ლანჩხუთელთა ერთ-ერთი შეტევა გოლითაც დასრულდა, მაგრამ არბიტრმა მაისაშვილზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 72 წუთზე კი გაგრას კარში კურიოზული გოლი გავიდა. მეკარის მიერ ხელით შემოტანილი ბურთი მცველს მოხვდა, რის შემდეგაც თოდუას მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბეგაშვილის კარში. 93 წუთზე იმავე თოდუას ტაქცევისთვის 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად შეასრულა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მატჩის მიწურულს გაგრელებმა თამაშის გადარჩენა შეძლეს. მარჯვენა ფრთიდან ირაკლი ხურციძის მიერ ჩამოწოდებული ბურთის შესვლაზე შემოსულმა ნოდა კიკნაველიძემ ულამაზესი დარტყმით გადაგზავნა მეტოქის კარში. ხაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სარდალიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ლანჩხუთელთა მცველს მოხვდა. გაგრელები მიიჩნევდნენ, რომ ხელით თამაში იყო, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა და საბოლოოდ შეხვედრაც ფრედ დასრულდა. არასასიამოვნო თამაში იყო ორთავე გუნდის მხრიდან, ძალიან ბევრი დაკარგვები იყო, ძალიან ბევრი შეცდომები იყო. მეორე ტაიმი ცოტათი გამოვასწორეთ, ჩვენი კარნახით მიდიოდა თამაში. და შეიძლება ითქვას, ბოლომდე მიყვანილი საქმე, აი პენალმა გაგვიფუჭა, რო შევაგდეთ პენალი, უკვე ცოტა რაღაც მოვეშვით და ფეხბურთის კანონი დადრეალდა და გავუშვით ბურთი. ბოლოსი გაგვიჭირდა. რაც შეეხება შედეგს, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია ეს შედეგი. თითქმის ერთ თამაშს მოგება გვინდა და უკვე გადასულებიათ. ჩვენთვის ეს თამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაში იყო, ყველანაირად შევეცადეთ რომ მოგვეგო. სამწუხაროდ დასანანი შეცდომით გაგვივიდა გოლი, მაგრამ მაინც ბიჭებმა ნახეს ძალა საკუთარ თავში, გავქვითეთ 1-1, არ გვეყო დრო რომ შეგვეგდო მეორე ბურთი და ეხლა არ მინდა რაღაც თქვა, მაგრამ ესეთი მსაჯობა და ასე გაგრძელება, ამიტომ კი არა რომ ეს ჩემი გუნდია და გაგრადა ეს. არა. ესე არ შეიძლება უბრალოდ. ალბათ შეიკრიბება კომისია, ნახავს და შეხედავს, იყო თუ არა 11 მეტრიანი ჩვენ კარში და საპირისპიროდ იყო თუ არა პენალი. მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის აი ასეთ თამაშს.